სასამართლო წვეთს, რომელიც ერთის მხრივ აუქმებს პარტიას და შემდეგ თუკი წარმოიშვა ასე ვთქვათ განკურნული მემკვიდრე პარტია იგივე შემადგენლობით, არსებითად იგივე შემადგენლობით, იგივე პოლიტიკური კონცეფციით თუ პლატფორმით, რომელიც შეერგაეწინააღმდეგოს კონსტიტუციას, ისე რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვით, საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, არის თუ არა ეს ასე ვთქვათ მემკვიდრე პარტია და იმ შემთხვევაში თუნდაც ადგენს აკრძალავს ამ პარტიასაც. კიდევ ერთხელ, მაგას სხვა რატომ ჩვენმა მოქალაქეებმა შევქმნით ეს კანონმდებლობა, რომ პარტიები, რომლებიც ჩვენს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, მათი ადგილი არ არის პოლიტიკურ ასე ვთქვათ ცხოვრებაში და რა თქმა უნდა კარგად მოусმინეთ. ეს პირი შალვა პაპუაშვილი არის დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე. ინტერვიუში საზოგადოებრივ მაუწყებელთან პირველ არხთან სხვა სიგიჟეებსაც ამბობს და თუ მოახერხე და რა მოხერხება უნდა, მე პულტზე თითის დაჭერა უნდა. მე შემიძლია მოგასმენინოთ სხვა სიგიჟეები ამ ან სხვა თემებზე და მოდი ვეცადოთ. სხვა თემებს არა, ამ თემას შევეხოთ. ამით დასტურდება ჩემი პროგნოზი იმის თაობაზე, ჩემი ანალიზი იმის თაობაზე, რომ დაახლოებით სექტემბერ-ოქტომბრისთვის პაპუაშვილი და ბანდა აპირებენ, რომ გააუქმონ პოლიტიკური პარტიები, უკლებლივ ყველა, მოდი ასე ვიტყვი, ჩამოვასახელებ, ეს არის ნაციონალური მოძრაობა, ეს არის გირჩი ზურაბ ჯაფარიძის, ეს არის დროა ელენე ხოშტარიასი, ეს არის ახალი ნიკა გვარამიასი, იმიტომ რომ ეს სამი კონკრეტული პარტია არის ნაციონალური მოძრაობის წიაღიდან წამოსულიო, ამის თქმას აპირებენ. ამას გარდა აპირებენ გააუქმონ გახარიას პარტია, ლელო, ფედერალისტები და პრაქტიკულად დაამყარონ ერთპარტიული დიქტატურა. ოღონდ თავად კი არ აკეთებენ ამას. არამედ საკონსტიტუციო მონა სასამართლოს მიმართავენ და საკონსტიტუციო სასამართლოში ხმათა ჩვეულებრივი უმრავლესობით, იქ 9 წევრია, იცით თქვენ, სულ რომ 4 წავიდეს ამის წინააღმდეგი, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია, პოლიტიკურ პარტიებს, ჩამოსახელებულებს და არა მხოლოდ ისინი გააუქმებენ. კიდევ ერთხელ მოусმინოთ შალვა პაპუაშვილ რუს და მე კიდევ დამატებით განვაგრძოთ მსჯელობა. უნდა დავტოვოთ არანაირი ხვრელი, რომ შემდეგ სააკაშვილის მსგავსმა ავტორიტეტმა შეგვიძლია და მე რაღაც სხვანაირი პარტია ჩამოაყალიბოს, სხვა სახელი დააყან, გადაფუთონ. ანუ სხვა პარტია რო ჩამოაყალიბოს სააკაშვილისნაირმა მსგავსმა ავანტიურისტმა, რო გადაფუთოს, ხვრელსაც კი არ დავტოვებთო. ანუ ის ახალგაზრდებიც კი, რომლებიც პირდაპირ არ არიან აფილირებულნი 2012-დან 2003-დან ვიდრე 2012-მდე მართლ პოლიტიკურ ჯგუფთან, ანუ არ იყვნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ახლა ქმნიან პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც შალვა პაპუაშვილი რუსი მიიჩნევს, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის კლონი, ამ სიტყვას უკვე შემდგომ ახსენებს კიდეც ეს რუსი კაცი, იმ ახალგაზრდებსაც კი აუკრძალავენ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო სუბიექტი პოლიტიკური პარტიის შექმნას და საარჩევნო სუბიექტად არეგისტრირებენ, ოღონდ დაეყრდნობიან კვლავ ვიმეორებ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა 6 მინიმუმ, ესე ვიტყვი, ან ოპტიმალურად 6 მოსამართლე იტყვის, რომ რას საკვირველია მართალი ბრძანდები თუ აბა ტურავა რას იტყვის. ბალიშზე თავდადებული ტურავა რას იტყვის. არა, ამის გაკეთება არ შეიძლებაო. 3 დღის, პირობითად ცხადია, 3 წლის, 17 წლის, 22 წლის სიცოცხლე დამრჩენია ჩემო ძვირფასო, ოჯახის ძვირფასო წევრებო და რატომ უნდა გადავიკიდო ან ეს კაცი, ან ამის ნაჩალნიკი როა ბიზინა ივანიშვილი, რომელსაც ამ ჩემი გადაწყვეტილების გამო, ანუ სხვა პარტიების გაუქმების გამო შეიძლება, რომელმაც შეიძლება გაიკრას ჯიბეზე ხელი და დაგვაჯილდოვოს. ჩვენ ხომ რემონტი გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ ხომ
ჩვენ ხომ ახალი ბინა გვაქვს საყიდელი, ჩვენ ხომ მანქანა უნდა გამოვცვალოთ სახში, ჩვენ ხომ ჩვენი, ნათესა პირობითად ტურავა, აქ მარტო ტურავაზეც არ ვლაპარაკობ. შვილი ყავს გასაშვები სადღაც სასწავლებლად და სხვა თუ არაფერიც რომ არ იქონდეს არანაირი ხარჯი, ზედმეტი პირობითად ვლაპარაკობ $20,000 გვაწყენს კი. განვაგრძოთ რუსი პაპუაშვილის მოსმენა. ისინი არიან ნასლ დოსტატები, ხო ამას არ აკეთებენ მთელი ეს პერიოდია. ხან დაირქვავენ. აი ხა გამოვასწორე. ეს სწორედ ეს არის ამოცანა შემდეგ საკუთრივ სასამართლოზე დააგიანებს. ეს არის სინამდვილეში ასლი გაგრძელება მემკვიდრე იგივე პარტიის და იგივე ადამიანები, იგივე პოლიტიკური ასე ვთქვათ კონცეფცია ამ პარტიაში და უნდა შემდეგ ამ პარტიის გავლენა. საინტერესო მეტი სიცხადის შემოტანა მაგალითად იმ თვალსაზრისით რომ ქალური მაკა ცინცაძე ახლა დასვამს კითხვას, რომელიც საინტერესო კითხვაა, გულახდილად გეტყვით, მაგრამ ერთი პრობლემა აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს და ისევე როგორც ყველა ერთი მთავარი პრობლემა აქვს. კითხვა შესაძლოა საინტერესოა, აქ ეს რემარკა რომ არ გავაკეთო არ შეიძლება. კითხვა შესაძლოა საინტერესოა, მაგრამ კითხვის ფორმა ამ შემთხვევაში მაკა ცინცაძის მიერ დასმული აი ამ რუსი კაცისთვის არის მეტად შემგუებლური. დიახ, ფორმალისტური თვალსაზრისით ვერ მიედავები ახლა მაუწყებლის ჟურნალისტს, იმიტომ რომ პრინციპში ადეკვატურ კითხვას swams. მაგრამ კი არ აწვება ამ შალვა პაპუაშვილ რუსს. კი არ ეუბნება რომ ხომ არ გაგიჟდით. არა ეს შეიძლება არც უთხრას. კი არ hard talks მძიმე საუბარს კი არ მართავს აი ამ პირთან, არამედ ესე გამოკითხავს თითქოს ეს რიგითი ჩვეულებრივი ამბავი იყოს და ეს არ იყოს დემოკრატიის რეალურად გაუქმების მცდელობა, რომელიც წარმატებული იქნება გარწმუნებთ თქვენ თუ ოქტომბრამდე ამათმა მიაღწიეს და თუ იქნებიან ისეთივე ძლიერები, როგორიც არიან ახლა. კითხვას მოусმინოთ ჯერ. მოდიში. პრაქტიკაში ესე რეკომენდაციად როგორ უნდა მოხდეს პროცესი, მაგალითად ისთვის ვთქვათ, გაიფანტნენ პოლიტიკურ აქტორებს და სხვადასხვა პარტიებს შეუერთდნენ. ასეთ შემთხვევაში მათ შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკურ აქტორებს პოლიტიკურ საქმიანობა არ ეკრძალებათ, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობასთან. ან რა პერიოდზე განისაზღვრება 2003-დან 2012 წლამდე პერიოდზე განისაზღვრება, ვთქვათ, მის ნაციონალურ მოძრაობაში მოიაზრებოდა ყველას შეეხება, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ მაგალითად თქვენი ოპონენტები გახსენებენ, რომ გარკვეული ნაწილის და კონკრეტული სუბიექტების პოლიტიკური საქმიანობა, რომლებიც დღეს ქართულ ოცნებაში განაგრძობენ მუშაობას, ისინი დაკავებათ საქმიანობა იყო დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან თავის დროს. ჩვენ ასე ვაპირებთ არის მიმართოს საკონცერტო სასამართლო კონკრეტული პარტიების წინააღმდეგ, რომლებიც მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ, რომელთა მთელი მოქმედება მიმართულია ჩემი პულტი აშკარად არ მუშაობს. ამ კითხვას ბატონი პაპუაშვილი გაურბის. უფრო ზუსტად გაურბის იმ ნაწილს, მოვისმენთ ჩვენ ამას, რომელშიც ჟურნალისტი მაკა აღარჩანს ცინცაძე ეკითხება, რომ თქვენთან რომ არიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, იმათ რას უპირებთ? არაო, ამაზე არ პასუხობს შალვა პაპუაშვილი რუსი. ლაპარაკობს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს ჭრილში, არ არის ჩვენ არაფერს შუაში ვართ. ჩვენ კი მიუმართავთ, მაგრამ ეს დამოუკიდებელი ორგანო სასამართლო გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. რასაკვირველია, ჯიბის სასამართლოა, წნეხი მიმდინარეობს უკლებლივ ყველა მოსამართლეზე, მათ შორის იმათზეც, ვისაც შესაძლოთ შეიძლება უნდოდეს თავისუფალი ნების და გამოვლენა და ასაკვირველია სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. და კითხვის იმ ნაწილს აკითხარით, რომელშიც ქართული ოცნების ნაციონალი წარმომადგენლები არიან მოხსენებულნი, იმაზეა საუბარი. ამას პაპუაშვილი რუსი გაურბის. პოლიტიკი არ მუშაობს კვლავაც. კონსტიტუციის წინააღმდეგ, ჩვენ კონსტიტუციის წყობილების წინააღმდეგ,
ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და შემდეგ უკვე საკონსტიტუციო სასამართლო დაადგეს რამდენად საფუძვლიანი არის ეს მიმართვა და ჩვენ ხედავთ რა თქმა უნდა რომ ყველანაირი საფუძველი გვაქვს ჩვენ ამ მიმართვისთვის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის დაადგეს მათ შორის ასე ვთქვათ ის სუბიექტები ვინც არიან ამ პარტიებში და თუ საუბრობთ შემდეგ უკვე მემკვიდრე პარტიებში რამდენად მათ არსებითი გავლენა ახალ პარტიაში და აქედან გამომდინარე ის ახალი პარტიაც რამდენად არის თავისი არსით გამეორება ასლი გარკვეული ასე ვთქვათ კლონი ძველი პარტიისა რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იქნა მირჩენილი ანტიკონსტიტუციური კარგი, გადაშალა მართული გუნდი აცხადებს, რომ ქართული სახელმწიფო და კონსტიტუციური წესრიგი უზრუნველყოფს იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები, როგორც თქვენ მათ უწოდებთ, ვერ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არ. ეს უმნიშვნელოვანესი კითხვაა და კიდევ ერთხელ შევაქოთ მაგრამ. იმიტომ რომ ეს კითხვა არ გამორჩა, თუმცა ფორმა რასაკვირველია ესეთი უდრტვინველი სახით თითქოს ეს არ იყოს დემოკრატიისათვის ლახვარის ჩაცემა ზურგში ისეთი სახით ამ კითხვის დასმა რასაკვირველია პრობლემაა მაგრამ მაინც ვთქვათ მაკაზე კი ორი დადებითი სიტყვა თვითმმართველობის არჩევნები რომლებიც გაიმართება მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს პოლიტიკოსებს ოპოზიციიდან ჩვენ ვეუბნებით არ გახვიდეთ არჩევნებზე და მათი აბსოლუტური უმრავლესობა არჩევნებზე გასვლას არც აპირებს ყოველ შემთხვევაში დღეის მდგომარეობით იმდენად რამდენადაც 26 ოქტომბრის არჩევნები იცით თქვენ რომ გაყალბდა და შესაბამისად ვარაუდობენ რა რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა რა 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების გაყალბდება შესაბამისად ისინი არც აპირებენ გასვლას მონაწილეობას 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ყოველ შემთხვევაში დღეის მდგომარეობით. თუმცა ზოგი მათგანი ამბობს ნახოთ, მაგრამ მოდი მაინც სანამ ვნახავთ, ისინი შევაქოთ, მათ მოვუწონოთ ტაქტიკა, სტრატეგია, გადაწყვეტილება და ასე შემდეგ. მაგრამ ამასობაში თურმე აი ამათ ხელში დაიკარგა რუსი. ხდება საოცარი ამათ ტვინში საოცარი ამბავი იხარშება და ამ ამბავს მოусმინოთ ახლა. იდეო გაჭედა პულტმა ამასობაში პოდიში უნდა ავდგე როგორც ჩანს. რა მოცემულობის წინაშე აღმოჩნდებით ასეთ შემთხვევაში 4 ოქტომბრის არჩევნებზე საინტერესო თქვა ექნება თუ არა მსგავს შემთხვევაში ასეთ მოცემულობაში თუნდაც იგივე მრავალფეროვანი არჩევნების საშუალება ამორჩევოს და რა პასუხი მაკა პოდიში არ მინდოდა ჩარევა მაგრამ მაინც ექნება თუ არა მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება ეს კი არ არის კითხვა კითხვა უნდა იყოს ფორმულირებული ასე ამ შემთხვევაში ხომ არ ექნება ნამდვილად არ ექნება მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება საზოგადოებას ექნება თუ არა აი ამან რა უნდა გიპასუხოთ ამან რუსმა რა უნდა გიპასუხოთ სერგო ორჯონიკიძისათვის 1921 წელს დაბადებულები რომ ყოფილიყავით ჩვენ და ჩამოგვერთვა ამგვარ სტუდიაში ან სხადია ბაში სტუდიები კამერები და ასე შემდეგ არ იყო ჩვეულებრივი მაგალითად საგაზეთო ინტერვიუ რა და გვეკითხა ამგვარი რამ ბატონო სერგო და შალვა პაპუაშვილი არსობრივად არ განსხვავდება მესმის რომ ის მე-11 რუსულ არმიას შემოუძღვა მაგრამ ესეც ერთ-ერთია მათ შორის ვინც რუსეთს დღეს ეპატიჟება ან მოუძღვის წინ სერგო ორჯონიკიძისათვის როგორ უნდა გვეკითხა იქნება თუ არა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის განვითარება უზრუნველყოფილი ესე უნდა გვეკითხა თუ უნდა გვეკითხა რომ ბატონო სერგო ან ბატონობის გარეშე თქვენს ხელში საქართველოს დაკარგა დამოუკიდებლობა და თქვენ უნდა გაეთრიოთ ახლა ქვეყნიდან მე მესმის და მაკაზეც არ ვლაპარაკობ კონკრეტულად მესმის კითხვის დასმის აუცილებლად თქვენ გაქვთ ფუფუნება პირდაპირ მნიშვნელობით რომ აი ესეთი ბანდიტები მონაწილეობენ თქვენს არხებზე ტოქ-შოუებში მე მესმის რომ კონკრეტულ მაკას ვერ გეტყვით რომელს კარგად ვიცნობ მე შესაძლოა აქვს გარკვეული ასე მაგალითად ფინანსური პრობლემა რომც არ გქონდეს კრედიტი ასე მაგალითად ხო სტაბილური შემოსავალი აქვს არ ვიცი არ ვუთვლი ღმერთმა შეარგოს რაზეა საუბარი მაგრამ
უყურეთ. ძალიან მნიშვნელოვანია. სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა მე არ მithქვამს ეს. ეს რუსთაველმა თქვა, სხვათა შორის ამგვარი პასაჟებიც მექნება უკვე ხვალინდელ კონტექსტში, ამ თემაზე პასაჟებიც მექნება, როდესაც მე ვისაუბრებ თეატრ ლუკიანზე პაპუაშვილს ნაკლებად შევეხები, ამასაც ვახსენებ, სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა, სხვა ისტორიულ პერსონაჟებსაც, პირებსაც ვახსენებ, მედიასაც ვახსენებ, არა კონკრეტულად მაკას, არამედ ზოგადად სახელისუფლო მედიას. და ახლა მაკაზე რომ არ გადავიდეთ, ახლა და მაკას კრიტიკას რომ არ მივყოთ ხელი, ისევ აი ამ ოღონდ პულტმა უნდა იმუშაოს, ხო, ისევ აი ამ რუსს მოусმინოთ, ჯობს რომ ავდგე. არას დიდებით გოდიში შედამ იმ ამორჩეველთან რომელიც ბარიერის გადალახვის საშუალება მისცა ამ პარტიას ამორჩეველს თავად პარტიებმა შეეცეს ზოგი მაშინ როდესაც თავის მანდატზე ამიტომ მათ ამორჩეველსაც მე მოუწოდე რომ საკუთარი ფრუსტრაცია მიმართონ იმ პარტიების მიმართ რომელსაც მათი მანდატი მათ მანდატს უღალატეს რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნების ღმერთმა დაგვიფაროს, რომ რომელიმე არჩევნები ამ ქვეყანაში არჩევნების ლეგიტიმაცია იმის ფასდებოდეს, ნაციონალური მოძრაობა იღებს თუ არა მონაწილეობა. ოღონდ მარტო ნაციონალურ მოძრაობაზე არ ლაპარაკობდა ამ 3 წუთის წინ შალვა პაპუაშვილი რუსი. ის ლაპარაკობდა ყველაზე, ვისაც ისინი მიიჩნევენ ნაციონალური მოძრაობის კლონებად. ოღონდ ამ პასუხში უკვე აღარ ლაპარაკობს. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ნაციონალური მოძრაობა იღებდეს არჩევნებში მონაწილეობას და ამით ფასდებოდეს ამა თუ იმ არჩევნების ლეგიტიმურობაო. ჯერ ხო ეს აზრია აბსოლუტურად არალეგიტიმური, არადემოკრატიული. მაგრამ მარტო ნაციონალურ მოძრაობაზე რო ამახვილებს ყურადღებას აქ არ მიაქციეთ ამაზე ყურადღებას და მაკას რომელიც აღარ ჩანს რატო არ გაუჩნდა უკვე შემდგომ კითხვა რომ თქვენ ხო სხვა პარტიებზეც საუბრობთ არა კვლავ მიმეორებ მე მაკას კრიტიკით არ ვარ ახლა დაკავებული უბრალოდ ვხსნი რამდენად არა სწორი შესაძლოა მაგრამ არასწორი ფორმით არასწორი სინტაქსით არასწორი სიმძაფრით არასწორი კონცეფციით არის დასმული სახელისუფლო არხებზე კითხვები. ბატონო შალვა, პარლამენტის ლიდერო, თქვენ ახლა მიპასუხეთ, რომ ნაციონალური მოძრაობა ბით არ განისაზღვრება, ნაციონალური მოძრაობის მონაწილეობა არ მონაწილეობით არ განისაზღვრება არჩევნების ლეგიტიმურობა, მაგრამ 3 წუთით ადრე თუ გნებავთ გადავახვიოთ, თქვენ ამბობდით, რომ სხვა პარტიებსაც კლონები რო არიან და კლონობას რომ დაადასტურებს საკონსტიტუციო სასამართლო მათაც გავაუქმებთ და არა თუ ამათ გავაუქმებთ, არამედ საარჩევნო რეგისტრაციას მოუხსნით და იმათაც კი მოუხსნით საარჩევნო რეგისტრაციას, ვინც სხვა პარტიას დაარეგისტრირებს და ამგვარი კომბინაცია ლავირებით ეცდება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მოღვაწეობასო. განვაგრძოთ შალვა პაპუაშვილის, ოღონდ ისე უნდა ავდგე მეგობრებო. ისევ უნდა ავდგე. პირიქით, ნაციონალური მოძრაობა რომ იღებდა მონაწილეობა, ზუსტად იმიტომაც იყო ის არჩევნები მისტერიული, კითხვის ნიშნის ქვეშ, სავსე ყალბი დეზინფორმაციული რაღაც შეფუთვით და ასე შემდეგ. 2012-დან მოყოლებული გაიხსენებთ რომელიმე არჩევნები, რომელიც ნაციონალური მოძრაობა მისტერიები აშენდა ყვირით, პროპაგანდით, დეზინფორმაციით. მე მგონი დავაპაუზოთ ახლა ჯობს და ჩვენ კი დასასრულისკენ წავიყვანოთ ჩვენი ვიდეო ბლოგი. მიზნა ივანიშვილი აპირებს ერთპარტიულობის დაკანონებას. არ ვიცი ამავე ბლოგში ვთქვი თუ წინაში აღარ მახსოვს სიმართლე გითხრათ, მაგრამ მე გეტყვით ვის გაუქმებას აპირებს, ხო, დროა გირჩი და ახალი ვახსენე, გახარიაც ვახსენე, ლელოც ვახსენე უბრალოდ ძლიერი საქართველო. მე გეტყვით რომ მაღალი ალბათობით კი არა 100% შემიძლია გითხრათ რომ გააუქმებს და საარჩევნო რეგისტრაციას მოუხსნის
ფედერალისტებს ვეჭვობ რომ ამავე რეპრესიებში მოხდება თავისუფლების მოედანი პოლიტიკური ჯგუფი და ესენი აპირებენ ერთპარტიულობის დაკანონებას. და ამგვარ არჩევნებს რასაკვირველია ლეგიტიმაცია არ ექნება არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, ხო? არამედ ქვეყნის შიგნითაც კი. რასაკვირველია ქალბატონ ბოჭორიშვილს შეხვდება რომელიმე აფრიკული არ ვაკრიდებ ოღონდ აფრიკულ სახელმწიფოს, რომელიმე აფრიკულ სახელმწიფოს, რომელიმე აფრიკული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე შემდგომაც, მაგრამ ამ ნახევრად დემოკრატიებსა და რეალურად კი არადემოკრატიებში სიარულით, როდემდე გასტანს ამათი ძალმომრეობითი მმართველობა ღმერთმა და ბიძინა ივანიშვილმა და PSB მიციან. ოღონდ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს, ამისთვის გარდაულა აუცილებელია მათი გასვლა და მუდმივი დგომა ქუჩაში, ვინც ერთხელ ორჯერ ყოფილა ამ აქციებზე, დემონსტრაციებზე, ან არ ყოფილა საერთოდ. ერთპარტიულობა წესით და რიგით, ხო? გამოტვინებულებიც, რომლებიც ქართულ ოცნებას უჭერენ მხარს, ისინიც კი უნდა შეაწუხოს ერთპარტიულობამ და კიდევ იცით რას ამაზეც ვისაუბრებ. პაპუაშვილის კავშირშია ცხადია იმ თეატრულოკიანის კომისიასთან, თეატრულოკიანის თავკაცობით მოქმედ კომისიასთან, რომელსაც დაეყრდობა სხვათა შორის, რომლის დასკვნასაც დაეყრდობა სხვათა შორის საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტი და საკონსტიტუციო სასამართლო მთლიანად. მაგრამ იმ საკონსტიტუციო სასამართლოში კი არა, იმ კომისიაში სხვა არანაკლებ მძიმე და შეიძლება ითქვას კიდევ უფრო მძიმე ამბავი ციხილება, რომელიც ბოლო 2 დღეა არ ჩაბოდის დღის წესრიგიდან, მედია ტოპ-თემებიდან და ასე შემდეგ. ეს თემა, ეს საკითხი არის საქართველოსთვის ომის დაბრალება. ომის დაწყებას აბრალებენ ფორმალისტურად ითვალსაესის სააკაშვილის რეჟიმს, ხოლო რეალისტურად კი სწორედ საქართველოს. აი ესენი აბრალებენ ომის დაწყებას. რატომ? იმიტომ რომ საქართველოს უნდა მიბობღდეს რუსეთთან, რუსეთს სჭირდება ეს. საქართველოს უნდა მიბობღდეს და რუსეთს სჭირდება, იმიტომ რომ მსოფლიო საერთაშორისო თანამეგობრობას და უმტკიცოს შეერთებულ შტატებს პირველ ყოვლისა ალბათ მაინც რომ აი ეს ქვეყანა, რომელიც როდიდან 90-იანი წლებიდან მიწევდა მე წინააღმდეგობას, ანუ რუსეთს უწევდა წინააღმდეგობას, ახლაღა მიხვდა, რამდენად მცდარი იყო ამ 30 წლის განმავლობაში, მეტი 35 წლის განმავლობაში და თავისი ნებით დაუბრუნდა კალთას მშობლისა. მშობელი კი მატუშკა რუსია ასე მიიჩნევდა და მიიჩნევს და მომავალშიც ასე მიიჩნევს რუსეთის იმპერია და მისი ნებისმიერი მმართველი. ბიძინა ივანიშვილმა ბოდიშიც უნდა მოიხადოს საქართველოს სახელით, რუსებს უნდა მოუხადოს ბოდიში და ანონსის შესაბამისად იცით თქვენ რომ გორში თქვა ამის თაობაზე 2-3-7 სიტყვა. პოლიტიკური პარტიებიც უნდა გააუქმოს, პოლიტიკური ლიდერებიც უნდა დაიჭიროს. მე ამაზე ვილაპარაკე წინა ბლოკში, ვილაპარაკებ კონტექსტში, ხვალინდელ გადაცემაში, ფორმულაზე, 11-ის ნახევარზე იწყება და არ გამოტოვოთ. და ვილაპარაკებ სულ. ერთადერთი გზა თუ მშვიდობიან გზაზე ვსაუბრობთ, არის ქუჩაში მუდმივი დგომა. რუსთაველზე, კოსტავაზე, მელიქიშვილზე მოყვები ესე, ჭავჭავაძეზე, ცენტრალურ გამზირებს. ამავდროულად ქვემოთ თაბუკაშვილზე ასე მაგალითად, ჭანტურიაზე, ფალიაშვილზე, სანდუკელზე, აბაშიძეზე თუ ბარდოვზე, ხო? ყველგან ყაზბეგზე თუ ვაჟა-ფშაველაზე, დიდუბეში თუ დიღომში, წერეთელზე თუ აღბაშენებლის ხეივანზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მუდმივი ჩვენი დგომა თუ მშვიდობიან გზაზე ვსაუბრობთ. და კიდევ ერთი მშვიდობიანი გზის კონტექსტში რასაკვირველია, მე არ ვიცი როდის კაი სიგრძე განებენ
არ ვიცი როდის გაისიგრძე განებს ზოგიერთი მოქალაქე რომლებიც ახლა არიან სახელმწიფო სამსახურში რომ ინგრევა არა მხოლოდ მილიციად ქცეული პოლიცია რომელიც დანგრეულია არამედ საქართველოს შეიარაღებული ძალებიც ესენი ანგრევენ სუსტზე და უძლურებულზე და ჩაჩანაკებულზე ყველაზე იოლად მიდის ნადირი ხეცი რომლისთვისაც იოლი ნადავლია ყველა დაჭრილი ირემი თუ ფეხმოტეხილი ასე მაგალითად კურდღელი აღელვი ცოტა ნახვამდის